მოგესალმებით. დღეს კიდევ ერთი მარტივი რეცეპტი მოგიტანეთ, რომელიც ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება. მას ასე პირველ რიგში 3 კვერცხი და 200 გრამი შაქარი მოვათავსოთ ჯამში. აქვე დავამატოთ 1 ვანილი და მწიკვი მარილი და დავიწყოთ ათქვეფა. კვერცხი და შაქარი ვთქვიფოთ მანამდე, სანამ ის არ გათეთრდება. როცა მასა კარგად აითქვიფება, დავამატოთ შემდეგი ინგრედიენტები, რომლებიც ყოველთვის მოგვეპოვება სახლში. ეს არის 100 მლ ზეთი და 50 მლ რძე. და აქვე დავამატოთ 1 სუფრის კოზი ფორთოხლის ცედრა. თუ ფორთოხალი არ აქვს, შეგიძლიათ ლიმონი გამოიყენოთ, ისიც ძალიან უხდება. შემდეგ ყველაფერი მიქსერით ავურიოთ და დავამატოთ 250 გრამი ფქვილი და 1 სუფრის კოზი გამაფხვიერებელი და დავიწყოთ ცომის კარგად მოზელვა. როცა ფქვილი კარგად გაიხსნება, ცომი უკვე მზად არის. ნამცხვრისთვის ცომის მომზადებას სულ რაღაც 2 წუთი დასჭირდება. მასა უნდა იყოს სქელი არაჟნის სისქის, რომელიც შემდეგ გადავიტანოთ 24 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და კარგად გადავანაწილოთ. შეგიძლიათ კექსის ფორმაშიც გამოაცხოთ. ნამცხრისთვის მე გამოვიყენე ვაშლის ჯემი, თუმცა შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ჯემი გამოიყენოთ. ცომზე ზემოდან კოზით დავადოთ ჯემი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, ზედა და ქვედა წვით. ნამცხვარი ცხება დაახლოებით 35-40 წუთში. გამომცხვარი გამოვიტანოთ ღუმელიდან და ოდნავ შევაგრილოთ. მოვაყაროთ ზემოდან შაქრის პუდრა და ამოვიღოთ ფორმიდან. უგემრიელესი, უმარტივესი, ბიუჯეტური და ძალიან სწრაფად მოსამზადებელი დესერტი მზად არის მისართმევად, რომელიც აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულს. და არა მარტო თქვენს, ასევე თქვენი სტუმრების და ოჯახის წევრების გულებსაც. ამიტომაც აუცილებელია მისი მომზადება და დაგემოვნება. შინაურულზე არის უამრავი ჯემის რეცეპტებიც. დღეს ამით გემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.